საღამოშუდების და ჩემო ძვირფასებო და კარგებო, დღეს თქვენთვის მინდა გავშალო ასეთი საჯარო გააშლა თემა, რომელიც ეხება პიროვნებას, თუ რას მალავს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება სინამდვილეში, როდესაც გარედან, ასე ვთქვათ, ძალიან მშვიდია და ტრანსლირებს სრულიად, ასე ვთქვათ, სიმშვიდეს და თითქოს არაფერი არ ხდება. მოკლედ, დუმილს მიღმა ამოფუარებულ რეალობას გავშლი დღეს. თუ რას არ ამბობს, მაგრამ ასე ვთქვათ, ფიქრებში რას დაატარებს და მისი ჩუმიქცევის მიღმა არსებული ჭეშმარიტი მდგომარეობა უნდა გავშიფროთ. სანამ თემას სრულად დაუბრუნდები, ჩემო ძვირფასებო, მინდა მკაფიოდ და პასუხისმგებლობით აღვნიშნო ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო პერიოდში აქტიურობს თაღლითური გვერდის სახელწოდებით ლუნე ისისი, თაღლითური გვერდი სახელწოდებით ლუნე ისისი, რომელიც იყენებს ჩემს ვიდეოებს, ტექსტებს, სახელწოდებაზე, ზოგ შემთხვევაში ცდილობს ჩემს სახელთან დაკავშირებას, ჩემი ნებართვის და მონაწილეობის გარეშე. პლუს ამას თავაზობს ხალხს მაგიურ რიტუალებს, რასაც მე არასდროს არ გავაკეთებ, არც ვიკადრებ, რადგან საერთოდ არ არის ჩემი სფერო მაგიური რიტუალები, რაც შეეხება შავ თემას. მხოლოდ და მხოლოდ წმინდა დაცვებს ვაკეთებ. მინდა იცოდეთ, რომ მე მაქვს მხოლოდ ერთი ოფიციალური გვერდი, ეს არის ისისის მთვარე, ინგლისურად moon by isis, მხოლოდ ეს და თუ გსურთ ჩემთან დაკავშირება, უნდა დამიკავშირდეთ მხოლოდ WhatsApp Viber-ზე, ნომერზე 550 0504 TikTok პირად მესეჯებში, ან DM მესეჯებში პასუხს არავის ვუბრუნებ. ის თაღლითი DM მესეჯებში პასუხობს, ანუ პირად მესეჯებში პასუხობს, მე ამას არ ვაკეთებ, ვისაც გსურთ ჩემთან კონტაქტი, მხოლოდ ტელეფონის ნომერზე დამიკავშირდეთ, WhatsApp Viber-ზე მოწერით. გთხოვთ იყოთ ყურადღებით და არ ენდოთ სხვა ანგარიშებს, რომელიც ჩემი სახელით არის გახსნილი და ჩემს ვიდეოებს აქვეყნებს, ანუ იპარავს და ნუ გაუზიარებთ მას პირად ინფორმაციას, რადგან უცნობი და არაოფიციალური გვერდია. მოდი ახლა თემას დაუბრუნდეთ და ნახოთ მთავარი საკითხი, ხო? როდესაც ზოგადად ადამიანი დუმს ხშირად, ხო? ეს არ ნიშნავს იმას, რომ არაფერი აქვს სათქმელი და არ არის ეს ამიტომ მისი დუმილი აქედან გამოწვეული, არამედ იმიტომ არის ხოლმე ეს სიტუაცია, რომ შინაგანად მიმდინარეობს მასში რაღაც პროცესები, ხო? რომლებიც ჯერ თავადაც ბოლომდე არ აქვს გაცნობიერებული, ხო? და სწორედ ამიტომ ამ შიდა მდგომარეობაზე, ამ ჩუმ, მაგრამ აქტიურ რეალობაზე ვისაუბრებთ მე და თქვენ დღეს. ჩაიფიქრეთ პიროვნება ჩემოძვირფასებო, რომელსაც გინდათ გაიგოთ ეს ჭეშმარიტება თუ რა ხდება მასთან, როდესაც ის დუმს და არაფერს ამბობს და გავშალოთ ეს გაშლა თქვენთვის, ვისაც გაინტერესებთ ეს გაშლა, გთხოვთ დალაიქოთ ჩემი ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი, რომ შემდეგშიც არ გამოგჩეთ საინტერესო გაშლები, რომელსაც მე ისისის მთვარის, moon by isisის ოფიციალური გვერდი მოგაწოდებთ თქვენ. ფიქრობ, რომ მოგწონთ ჩემი გაშლები. დავიწყეთ. ფონური ენერგია არის ვარსკვლავების ბარათი. ნუ აი შეხედეთ, ჩემო ძვირფასებო, ფონად ვარსკვლავები რას გვეუბნება, რომ გარედან შესაძლებელია ეს მამაკაცი ძალიან მშვიდი, დაბალანსებული და მყარი იყოს, ხო, ესე გამოიყურებოდეს, თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე აქვს, მაგრამ რეალობა ბევრად უფრო რთულია. ფონად ვარსკვლავები გვიჩვენებს, რომ მისი შიდა სამყარო სავსეა ჩუმი იმედით, ფარული სურვილებით და მოლოდინით, რომელიც არ არის გამჟღავნებული, ანუ არ არის ხმამაღლა ნათქვამი, მაგრამ ესე ვთქვათ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, რომ არ ამბობს, არ ქრება ეს ყველაფერი მაინც, ხო? ეს არ არის ადამიანი, რომელსაც ყველაფერი დაკარგული აქვს. პირიქით, ის ჯერ კიდევ ეძებს რაღაცნაირად სინათლეს, იმ სწორ გზას, აი რაღაცას, რაც შინაგან სიცარიელეს შეუსებს ამ პიროვნებას ჩემო ძვირფასებო. პლუს ამ მდგომარეობას ემატება ეს შვიდიანი კვერთხები, პირველი ბარათი, გამხსნელი ბარათი, ძირითადი ბარათების, რაც გვიჩვენებს მის მუდმივ თავდაცვას, ხო? ის იცავს საკუთარ პოზიციას, არჩევანს, სტატუსს და იმ რეალობას, რომელშიც ცხოვრობს ჩემო ძვირფასებო. თითქოს ყველას უმტკიცებს, რომ სწორად მოიქცა, მაგრამ აი სინამდვილეში ეს ბრძოლა უფრო აი მის შიგნით მიმდინარეობს, შინაგანია, ვიდრე გარე ბრძოლები ქონდეს, ხვდები და აი მას უწევს საკუთარი თავის დარწმუნება, რომ არსებული მდგომარეობა დღეს რაც აქვს, მისთვის არის საკმარისი და მეტი სხვა არაფერი არ სჭირდება ამ ადამიანს. შემდეგ მოდის სულელის ბარათი და ამ დროს უკვე, როდესაც ეს ბარათი ჩდება, მკვეთრად ეწინააღმდეგება ეს ბარათი მის გარეგნულ სერიოზულობას, ხო?
შინაგანად ცხოვრობს ესე ვთქვათ სურვილი, მასში რისკი, ახალი საწყისი უნდა, იმპულსი აქვს, რომელიც ასეუბნება ხო, რომ თუ ერთხელ მაინც იმოქმედებს გულით და არა გონებით, ხო, რა მოხდება ამ შემთხვევაში და ეს არის მისი ყველაზე დამალული აი ეს ნაწილი, ხო, სპონტანური და უფიქრებელი, მაგრამ აი ცოცხალი და სწორედ ეს ნაწილი ცდილობს რომ მისი შინაგანი მდგომარეობიდან გამოაღწიოს. ჩემო ძვირფასებო და კარგებო. მესამე ბარათი, რომელიც ხვდება ჩვენ გაშლაში, ეს არის კვერთხების მეფე. კვერთხების მეფე, რომელიც გვიჩვენებს მის რეალურ როლს ცხოვრებაში, ძლიერი, პასუხისმგებლიანი, ლიდერი ადამიანი, რომელიც მიჩვეულია კონტროლს და ეს ბარათი ამბობს, რომ ის არ არის სუსტი პიროვნება, პირიქით, მან კარგად იცის როგორ მართოს სიტუაციები, ადამიანები და საკუთარი იმიჯი, ხვდები როგორ შექმნას, მაგრამ პრობლემა ის არის რეალურად ამ დროს, რომ ეს ძალა ემოციების ჩახშობის ხარჯზე მოდის ჩემო ძვირფასებო. ამ ყველაფერს ამყარებს რეალურად ოთხიანი კვერთხები და რატო სტაბილურობა, ოჯახი, ჩარჩოები, გარედან დალაგებული ცხოვრება, ხო? ესე ვთქვათ, ბჭყალებში ავიღოთ, რომელიც ჩანს გარედან დალაგებულად, ხო? აი ეს არის ის სივრცე, სადაც ის უნდა გრძნობდეს სიმშვიდეს, მაგრამ რეალურად ეს სტაბილურობა უფრო ფორმა, ვიდრე შინაარსი შეიძლება არსებობდეს მის აი ამ ყოფით მდგომარეობაში. და აი აქ ჩანს უსაფრთხოება, მაგრამ არა ბედნიერება. ის აი ამ თავის დღევანდელ რეალობაში ჩამოძვირფასებო და კარგებო, საერთოდ არ არის ბედნიერი. შვიდიანი თასები, ეს ბოლო ბარათი, მთავარი გასაღებია ჩვენი გაშლის და ეს ბარათი გვიჩვენებს მის რეალურ მდგომარეობას. რა მდგომარეობაა? დაბნეულობაა ხო მასში, ესე ვთქვათ, გამეფებული, ბევრი ფიქრები აქვს, შესაძლო სცენარებს ამუშავებს თავის ფიქრებში, თავში ხო ატრიალებს, ბევრი სურვილი აქვს, მაგრამ აი არც ერთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას პიროვნება ვერ იღება, ვერ და არც იღებს, ხო? აი რა მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვთქვათ სცენარი აქვს გადამუშავებული თავის თავში. ანუ ის ერთდროულად ფიქრობს ყველაფერზე და თან არაფერზე. აი ესე ვიტყოდი. და სწორედ ამიტომ დუმს, ამიტომ არ დგავს მკაფიონებაში და ამიტომ მალავს საკუთარ ნამდვილ განცდებს ეს ჩვენი ჩაფიქრებული პიროვნება ჩემო ძვირფასებო. ანუ ეხლა რას ვიტყოდი, რას მალავს სინამდვილეში ეს ადამიანი, ხო? აი ამ გაშლიდან გამომდინარე. ნუ პირველ რიგში ვიტყოდი, რომ მალავს შიშებს, რომ დაკარგავს იმას, რაც აქვს და ამავდროულად შიში აქვს, რომ არასოდეს სცადოს ის, რაც რეალურად სურს, აი ამის შიშიც აქვს, რომ ნუ თუ ისე უნდა იყოს, რომ არასდროს არ ცდის იმას, რაც მას გულში სურვილად აქვს, ხო? მალავს შინაგან კონფლიქტებს, პასუხისმგებლობასა და სურვილებს შორის და თუ ამ ისტორიაში თქვენ საკუთარ თავს ან ნაცნობ ადამიანს ხედავთ, ეს ნიშნავს, რომ თემა რეზონანსულია, თქვენთან და ეს გაშლა უბრალოდ სხვის ისტორია არ არის და თქვენი არის ჩემო ძვირფასებო. თუ ეს გაშლა თქვენთვის რეზონანსული იყო, თქვენზე რეზონირდა, მნიშვნელოვანია მოусმინოთ საკუთარ განცდებს და არ იჩქაროთ დასკვნების გამოტანა. რაც თქვენთვისაა ჩემო ძვირფასებო დარჩება თქვენთან, რაც არა თავისით წავა. დამჯერეთ ეს 100-ია. და თუ გსურთ ყველაფრის უფრო სიღრმისეული და პირადი, ასე ვთქვათ, გააზრება, ინდივიდუალური ტაროს გაშლა, ესე ვთქვათ, ტაროს ინდივიდუალური გაშლა უბრალოდ ტარდება ერთ-ერთ თემაზე, სრულიად კონფიდენციალურად ჩემთან, მხოლოდ WhatsApp, Viber-ზე უნდა მომწეროთ 55000504-64-ზე. სხვა შემთხვევაში პირად მესიჯებში, DM-ში მე არ ვპასუხობ რეალურად. ამის მიზეზი მაქვს და ახლავე განვავრცობ იმ განცხადებას, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია, თავშიც ვიძახი და ბოლოშიც რომ მოკლედ რა ვიცი, ვინც მოусმენს, თავშიც მოისმენ, ბოლოშიც მოусმენ, ამას ვერაფრით ვერ წაშლის და ვერ ამოჭრის. ანუ გთხოვთ ყურადღება, მიაქციოთ ბოლო პერიოდში ჩემი ყალბი, ასე ვთქვათ, ჩემი ყალბი კი არა, ჩემი ოფიციალური გვერდის გაყალბებულ თაღლითურ გვერდს სახელწოდებით ლუნე ისის. ანუ ადამიანმა ვიღაცამ გააყალბა ჩემი სახელი და რადგან იგივე სახელს ვერ დაერქმევდა, ასე ვთქვათ, მთვარე ისის მთვარე დაირქვა ლუნე ისისი, ნუ ასოცირებლად გავს რაღაცა ვითომ ჩემს სახელს, ასე ვთქვათ, TikTok-ში. და ეს ადამიანი იყენებს ჩემს ვიდეოებს, ტექსტებს და სახელწოდებას მიახლოვებულს, ასე ვთქვათ, ჩემი ნებართვის და მონაწილეობის გარეშე. მინდა მკაფიოდ აღვნიშნო და გაგაფრთხილოთ, რომ მე მაქვს მხოლოდ ერთი ოფიციალური გვერდი, ეს არის ეს გვერდი, სახელწოდებით ისევ გეუბნებით, ჩემი ოფიციალური გვერდია, სახელით ისის მთვარე, ისის მთვარე, moon by isis, ისის მთვარე, moon by isis, ეს არის ჩემი ოფიციალური გვერდი. ლუნე ისისი არის ყალბი თალითური გვერდი და ვიღაცა, რა ვიცი, მგონი
ბოშა არის თუ ვიღაცა ქალია არ ვიცი ბოშა ქალია მე მგონი თუ არ ვცდები რაღაცა ასეთი უნიჭო სხვათა შორის ბოშა და ასეთი უნიჭო პირველად ნახე ის ცდილობს ასე ვთქვათ ჩემი სახელის გაფუჭებას და ჩემი სახელით სარგებლობას გთხოვთ იყოთ ყურადღები და ნუ გაუზიარებთ პირად ინფორმაციას უცნობ გვერდებს და ენდეთ მხოლოდ ჩემს ოფიციალურ გვერდს აი ამ გვერდს ის მთვარეს მომბაი ის და თუ ვინმეს გსურთ ჩემთან დაკავშირება მომწერეთ მხოლოდ WhatsApp Viber-ზე ნომერზე 5500504-ზე. მოკლედ ჩემოძვირფასება სულ ეს იყო დღეისთვის ჩვენი თემა. მე თქვენ გისურვებთ მშვიდობას, სოლიდარობას, გისურვებთ რომ შეგეძლოთ საღი აზროვნებიდან გამომდინარე რეალური არჩევნის გაკეთება და საკუთარი თავის პრიორიტეტად დაყენება ჩემოძვირფასება და კარგებო. დაგემშვიდობებით დღეისთვის სულ ეს იყო. მშვიდობით იყავით. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. აბა თქვენიც კარგად იყავით.